მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს კომენტარებისათვის, აქტიურობისათვის, რა თქმა უნდა, ლაიქებისათვის და 19600 ვართ, ძალიან მაგარია და მახსენდება ძველი დრო, როდესაც პირველად შევქმენი გვერდი ტაროს სახლი და როგორ მიხაროთ და როცა 20000 გავხდით, მე 40000 და დღესდღეობით 211000-ზე მეტი ვართ იქით და მინდა რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ YouTube არხიც თავისი საინტერესოობით და განსხვავებული საჯარო გაშლებით გამოვარჩიო, მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ ვინც აქ ხართ, ჩემთან ხართ და ისმენთ ინფორმაციას, კარგად იცით რომ ბალანსის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად იცით რომ თქვენი ინფორმაციული ჩართულობაც თუნდაც ლაიკი აჩვენებს იმას რომ თქვენ მიიღეთ ინფორმაცია სამყაროსგან, ჩემგან, მე როგორც წამკითხველი ინფორმაციისა და აჩვენეთ რომ მადლიერები ხართ. იმიტომ რომ არა მხოლოდ აქ ჩემთან, არამედ ზოგადად ადამიანებმა მადლიერება უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ეს არის ოქროს გასაღები ყველა კარისათვის, სადაც კი არსებობს ესეთი ოქროს სიტყვებით ამოტვიფრული წინადადება, ჩემი წარმატება. იმიტომ რომ წარმატებული ეს ადამიანი, ვინც მადლიერია. მაშინ სადამე დავიწყეთ. ორ ვარიანტად, არა, სამ ვარიანტად გავაკეთოთ. ახსენდებით თუ არა ახლა ჩაფიქრებულ ადამიანს ამ მომენტში. მართალია, მე გითხარით, რომ მინიმუმამდე მექნება დაყვანილი ასეთი ტიპის გაშლები, მაგრამ პერიოდულად აუცილებლად გაგანებიურებთ ასეთი ტიპის გაშლებითაც. იმიტომ რომ არ მიყვარს ამაზე ვისაუბრე წინა ვიდეოებში და არ მინდა რომ მუდმივად აი ამ ენერგიებში გამყოფოთ. იმიტომ რომ ზოგადად მიმაჩნია თუ ადამიანს ენატრებით უყვარხარ და თქვენთან უნდა ისევსოთ გამოვა კომუნიკაციაზე. არ მინდა რომ ჩემი არხის მეშვეობით ჩემო სენელმა გოგოებმა თვით შეფასება არა ვინმე ვიღაცას აუწიონ და მათ манипуляციებში მოექცნენ და მათ ემოციურ საქანელებზე ასე ვთქვათ არწიონ საკუთარი თავი და ენერგიები, არამედ აქ ჩემთან მაქსიმალურად იმუშავ საკუთარ თვით შეფასებაზე, რომ ასეთი ტიპის საჯარო გაშლები ნაკლებად მოცევნონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი საჯარო გაშლებით პერიოდულად არ დაგეხმარებით ხოლმე. მაშინ სადამე ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა, როდესაც ამ საჯარო გაშლას უყურებთ. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი, ყოფილი, ძალიან ყოფილი მეგობარი, რა ვიცი, ნათესავი, რა ვიცი, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც წავიდეთ მამაკაცისკენ, ხო? პირველი ვარიანტი ახსენდებით თუ არა, მეორე ვარიანტი ახსენდებით თუ არა და მესამე ვარიანტს ორი არკანი ამოყვა, ახსენდებით თუ არა, რა ლამაზი ხელები მაქვს. მაშინ სადამე, ოკეი. პირველი ვარიანტი გვექნება წითელი იასპი, ახსენდებით თუ არა, მეორე ვარიანტი გვექნება ამეთვისტო, ახსენდებით თუ არა და მესამე ვარიანტი იქნება მთისბროლი, ახსენდებით თუ არა. ახლა დაინახეთ ჩაფიქრებული ადამიანი, კარგად იგრძენით მისი ენერგიები, შეძლების დაგვარად, თუ გრძნობთ რომ მისი ენერგიები შეგრძნება არ გსიამოვნებთ ან უბრალოდ ინფორმაცია გინდათ, მაშინ უბრალოდ ადამიანი დაინახეთ ეს ადამიანი და როდესაც თვალებს გაახელთ, კონკრეტული მინერალი აუცილებლად მიგიზიდავთ და ზუსტად იქ იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც თქვენ უნდა მოისმინოთ. ახლა ამ მომენტში. მაშინ სადამე გაახილეთ თვალები და დაინახეთ ის კონკრეტული ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ეს კითხვა გაქვთ. თუ ახსენდებით თუ არა ახლა ამ მომენტში ჩაფიქრებულ ადამიანს. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი. გადავდოთ ორი ვარიანტი გვერდზე. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, ვინც აირჩია წითელი იასპი. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა.
ხუთიანების პენტაკლები, ახსენდებით, მაგრამ თქვენ შორის არის გარკვეული საზღვრები, ერთგვარი შლაგბაუმი, არ ვიცი, მავთულხლართი. ადამიანი ფიქრობს, რომ ერთად ბევრს გააკეთებდით, ბევრს შეძლებდით, ან თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც ბევრად უფრო პერსპექტიულია, ბევრად უფრო ძლიერია, შემდგარია, ბევრად უფრო კარგი პოტენციალი აქვს და ადამიანი ხვდება, რომ თქვენს გარეშე მან ბევრი წააგო, ბევრი დაკარგა, ბევრი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. კი, ადამიანს ახსენდებით და ახსენდებით შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა მიდან გიყურებთ, პრიზმ, რა ვიცი, სათვალიდან, შესაძლოა ეკრანიდან, რაღაცა შუშაა თქვენ შორის, ხო, ეს შეიძლება იყოს მობილურიც, ტელეფონიც, ხო, მობილური ტელეფონი, ანუ შეიძლება იყოს ეკრანი, ანუ კომპიუტერის ეკრანი, ანუ თქვენი სოციალური ქსელები. ხო, ხა იმედია სტალკერს არ უყურებ, ხო, რომელიც რაღაც სათვალიდან გითვალთვალებთ და გიყურებთ, თუმცა ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ადამიანი გაკვირდებათ რა, ადამიანი გაკვირდებათ და აი ეს მინა შუშა, რაც მე ვიგრძენი სიცივე თქვენ შორის, ხო, ეს მავთულხლართი პირდაპირ თუ გადატანით მნიშვნელობით, არ აძლევს მას საშუალებას, რომ მოგიახლოვდეთ, იმიტომ რომ თქვენ აშკარად საერთოდ სხვა ხარისხებში ცხოვრობთ, სხვა ენერგოინფორმაციულ ხარისხში ხართ, ეს ადამიანი კი პირდაპირ გეტყვით, რომ ნამდვილად კრიზისშია და როგორ ახსენდებით, კიდევ ერთი არკანით ვნახოთ ჩაფიქრებულ ადამიანს. ქურუმი ქალი და სამიანების ხმლები. თქვენ ხართ ქურუმი ქალი, რომელმაც მას გული ატკინეთ. არ ვიცი, მისთვის რომ თქვენ მისი იმედები, ანუ გაუცრუეთ იმედები, მოლოდინები ქონდა საერთოდ სხვანაირი, ბევრი რაღაცა დამალეთ მისგან, არ იყავით გულწრფელი, არ იყავით გულახდილი, ბევრი საიდუმლოებები ქონდათ, რაც არ გამოქონდათ სააშკარაოზე, ასე რომ ადამიანი თulis რომ თქვენ ხართ მოღალატე ადამიანი, ან არ ვიცი, რაღაც ადამიანი, რომელსაც მას გული ატკინა, იმედი გაუცრუა და ნახეთ, აი ეს პენტაკლები თქვენ ხართ, ეს მისი ხელებია, უნდა რომ მოვიდეს თქვენამდე, მაგრამ არ შეუძლია, იმიტომ რომ მას ძალა არ ყოფნის ნამდვილად, ძალა არ ყოფნის, ასე რომ კი ახსენდებით ჩაფიქრებულ ადამიანს და თქვენსა და მას შორის არის განმეორდები, ისეთი ტკივილის ენერგია, სიცივის ენერგია და ადამიანი განმეორდები შემოქტირით, იმიტომ რომ პენტაკლები ძალიან განმეორდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოქტირით როგორც დაკარგულ რესურსს, დაკარგულ ენერგიას. რესურს არ მინდა ვთქვა მაინც პირდაპირ ფინანსებით, მაგრამ ესეც აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იგრძნობთ, რატომაც არის ახლა თქვენ შორის სიცივე და რა გახდა ერთგვარი სეპარაციის მიზეზი. და ვარიანტი 2, ვინც აერჩია ამეთვისტო, ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. ისო პენტაკლები ამოვიდა. იცით რა არის პერიოდულად, ეს არის ძალიან ისეთი პერიოდული გახსენება, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ არის რაღაცა, ან ვიღაცა, ვინც კიდევ რაღაცა აკავებს მის, მოდი ასე ვთქვათ, ყურადღებას, ხო, აკავებს მის ყურადღებას და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თქვენსა და იმ ადამიანს შორის არის რაღაცა ერთნაირი მონატრება, ან ერთნაირი გახსენების მდგომარეობა, ხო, თითქოს ახსენდებით, მაგრამ რაღაცა სხვაც ახსენდება, სხვა ადამიანიც ახსენდება. თქვენთან რაღაცა გაახსენდა, შეიძლება შედარებასაც აკეთებს სხვათა შორის, ამასაც არ გამოვრეცხავ, მაგრამ ახსენდებით, მაგრამ მარტოები არ ხართ ამ მოგონებებში ნამდვილად. კარგით, და როგორ ახსენდებით ამ ადამიანს? მეორე ვარიანტი, როგორ ახსენდებით ამ ადამიანს? არკანი ვარსკვლავი, არკანი ზომიერება და ორიანების ხმლები. იცით რა არის? ადამიანისთვის ნამდვილად მის მეხსიერებაში ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ხართ ნეგატიურად, ადამიანს ახსენდებით კარგად, მე ასეც ვიტყოდი, ანუ ეს კარგი გახსენება რა შემდგომარეობს. ლამაზი ხართ, ლამაზი თმა, სხეული, არის თქვენში რაღაცა ძალიან მისტიური, ლამაზი,
მაგრამ არკანი ვარსკვლავი ასევე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მას უბრალოდ არ შეესაბამება, არ მიესადა. აი თუ დაქალი ჩაიფიქრეთ ყოფილი, პირდაპირ გეტყვით, რომ აქ არის ერთგვარი შურის მომენტი, იმიტომ რომ თulis ეს თქვენი ყოფილი დაქალი, მეგობარი, პადრუგა რაც გინდა დაარქვით, რომ მასზე ბევრად ლამაზი ხართ, რომ თქვენ მთელი ყურადღება თქვენსკენ არის მომართული და მას არ აქვს ის ყურადღება, რაც თქვენ გინდათ, ხო? ასევე თუ მამაკაცია ყოფილი არ აქვს მნიშვნელობა, კი, ძალიან ლამაზი ხართ მის მეხსიერებაში, გულისხმობ ძალიან მშვენიერი, ლამაზი ვარსკვლავებით, მაგრამ ადამიანი ფიქრობს, რომ ზედმეტად მეტი ყურადღება რაღაცაებში მეტად ასეთი ხართ რა, კაპრიზული, მაგრამ ესე ვიტყოდი, რომ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ მამაკაცი, როდესაც ბრჭყალებში ვერ გაჩავს ქალთან, ყოველთვის ცდილობს, რომ გააუფასუროს და ყოველთვის ცდილობს, რომ მასში მოწებნოს პრობლემები და არა საკუთარ თავში, ხო? და წავიდეს და ვთქვათ, იმაზე მცირეს შეეჭიდოს, თქვენზე მცირეს, რომ ბევრი ტვინის მჭყლეტა არ დაჭირდეს, მიხვდით, ხო? და როგორ ახსენდებით, ორიანების ხმლები. ბევრი ორიანები ამოვიდა, ძალიან ბევრი ისეთი დუალიზმი ამოდის, მიხვდით, ხო? როგორ ახსენდებით და იცი რა არის, ეს მამაკაცი არ არის თქვენი ღირსი, რატომაც მამაკაცი წამოვიდა. იმიტომ რომ აშკარად ამ მამაკაცს უნდოდა რაღაცები სათავისოდ, რაღაცები უნდოდა რომ მიიღო და ეს მიღება, რაც მისი მიღებაც მას უნდოდა, ხო, ვერ მიიღო, იმიტომ რომ ან დროზე იგრძენით ეს ყველაფერი, ან შეიძლება დროზე ვერ იგრძენით, მაგრამ როდესღაც იგრძენით და მიხვდით, რომ ეს არის ქურდბაცაცა ადამიანი, ეს არის მატყუარა ადამიანი, ეს არ არის გულწრფელი ადამიანი. და მიხვდით, რომ უფრო მეტი მინუსი მიქონდა ადამიანს, მინუსში გაგდებდეთ ვიდრე პლუსში. ნახეთ, თქვენ ხართ ვარსკვლავი და ზომიერება და ეს არის შვიდიანების ხმლები, ორიანების ხმლები და ორიანების პენტაკლები. ანუ მოდი ესე ვიტყოდი რა, როგორც ენერგოინფორმაციული, ესევე პატარაა თქვენზე ადამიანი და შესაბამისად პატარა ქურდბაცაცას ვხედავ აქ. რა მიქონდა ამ ადამიანს თქვენგან? მაგრამ ანუ გაჩვენებდეთ, რომ ძალიან ისეთი იყო ყოჩაღი, ძალიან ისეთი სექსუალური, ძალიან საინტერესო, ქალები გიშდებიან მასზე თუ რაღაც, თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ, თუ ქალი და მეგობარი და პადრუგა და ასე შემდეგ ჩაიფიქრეთ. პადრუგას ხო ხვდებით, რატო ვიყენებ ამ სიტყვას, იმიტომ რომ სიტყვა პადრუგა, მეგობარი, პადრუგა ჩემთვის ასოცირდება, ალბათ ხვდებით, რომ არც თუ ისე სანდო მეგობრის ფორმასთან. და ამიტომ ამას რაღაც უფრო მეტად ირონიით ვიყენებ ამ სიტყვას. პადრუგა, თუ პადრუგა ჩაიფიქრეთ, ეს არის პადრუგა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა აი ეს მიუღებლობა, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ თქვენ უფრო მეტ ყურადღებას იქცევდით, უფრო მეტი ყურადღება მამაკაცების თუ რა ვიცი, წარმატება უფრო თქვენსკენ იყო, ამიტომ სულ ჩანდა ეს რაღაცა ფარული ქიშპი შესაძლებელია თქვენსა და მას შორის. ნახეთ, არ გამოურიცხა რომ შეიძლება თქვენ ვერ ამჩნევდით, არ ამჩნევდით, ან არ გინდოდათ რომ შეგემჩნიათ, მაგრამ ეს ქიშპი აქ ძალიან იგრძნობა თქვენსა და კონკრეტულ პადრუგას შორის, ხო? ანუ ის გეკიშპებოდათ თქვენ და ცდილობდა შესაძლებელი რაღაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდეთ, ან რაღაცნაირად თქვენზე ჭკვიანი გამოჩენილიყო, თქვენზე საინტერესო, მაგრამ ადამიანს თუ ეს ბუნებრივად არ აქვს, ამდენცამდე იწვალოს, ეს არ გამოუვა. ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კაცი ჩაიფიქრეთ თუ ქალი, ცდილობდა რომ ექურდა, მოებაძა შესაძლოა, ან უბრალოდ რაღაცნაირად თქვენგან აეღო ენერგია, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც თან გაკრიტიკებდათ, თან თითქოს გეკიშპებოდათ, გეკონკურენტებოდათ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიფიქრეთ, იმიტომ რომ კაცებსაც შეუძლიათ კონკურენცია, ჩვეულებრივად ორღობის ქალებივით შეუძლიათ თან იყვნენ კონკურენტები, ჩვეულებრივად, აი რაღაცა თავზე შემოიგლიჯონ რაღაცა თავშალი და აი ორღობის ქალებივით დადგნენ და ქალებთან იკონკურენტონ. ხო, არსებობენ, ესეთი კაცები, ხა ეს ჩემი მოგონილი არ არის და აი რაღაცა ისეთი ეგრეთ წოდებული დასტოინი ხმის ტემბრით და ვიზუალი, მაგრამ პატარა, რომ ვერ შეესაბამება ვიზუალი რაღაც თავის რაღაც როლში ყოფნას ხვდებით თუ ხო, უბრალოდ როლში ყოფნა და ეს ვიზუალი ვერ შეესაბამება მის შესაძლებლობებს და რო ცდილობს რომ დაგანახოთ, რომ იცი რა, შენ კი არ ხარ ძალიან მაღლა, ეს მე ვარ მაღლა და შენ ნუ გაქვს მაგის ამბიცია, ჩამოდი ძირს ქვემოთ.
და ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ ჩაიფიქრეთ აქ, ვინც არ ჩაგეფიქრეთ, ცდილობდა რომ თავის დონეზე დაეყვანეთ და დაეპატარავებინეთ, იმიტომ რომ ვარსკვლავი ხართ, ჩემო კარგო, აშკარად მათზე მეტი ხართ, ასე რომ ახსენდებით, მაგრამ მე ამ ადამიანთან კომუნიკაციაშიც კი არ შევიდოდი, მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ თან სხვაც ახსენდება, ეს სხვაც ახსენდება, იმიტომ რომ თქვენთან სავარაუდოდ ვერ გაქაჩა თუ მამაკაცია და თუ პადრუგაა, მაშინ ამ შემთხვევაში ხო, იცით რა არის ანუ ხო თქვენ წახვალთ და სხვა მოვატურფასა საბაღნაროსა აი ეს რაღაცა უჭირს ყურადღება გადააქვს რაღაცნაირად მაგრამ ბოღმის მდგომარეობა ნამდვილად მასში არის იმიტომ რომ ესე მარტივად ვერ ამოშლი ამ ყველაფერს ხო და ვარიანტი მესამე ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს არკანის სულელი და არკანი თასების დედოფალი ახსენდებით თუ არა ამ ადამიანს იცით რა არის ვიტყოდი რომ ნაკლებად ახსენდებით ამ ადამიანს იმიტომ რომ თითქოს ახლა ადამიანი რაღაცნაირად გადართულია საერთოდ სხვა რეალობაში სხვა თავგადასავალში გადაშვებულია ემოციურ თავგადასავალში შეიძლება რაღაც ახალი ნაცნობობა, პაემნები, შეხვედრები, ახალი არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაიფიქრეთ, რაღაცა ახალში არის ადამიანი გადასული და მას ეს ემოციურად იმდენად ახარებს და აბედნიერებს, რომ ყურადღება ვინმეს გახსენებას ახლა თქვენზე კი არავინ არ ახსენდება ესეთი შეგრძნება, იმიტომ რომ ცოტა დაშტერებულია ახლა ადამიანი აი ამ მდგომარეობაში. თუ სუბუქი სიშტერე თუ შეამჩნიეთ ადამიანს გეტყვით რომ დაშტერებული და აჟიტირებულია, იმიტომ რომ რაღაცაში არის გადაშვებული, თუ მამაკაცი ყოფილი, ძალიან ყოფილი არ აქვს, ხო ჩაიფიქრეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ახლა გაიცნო ისეთი ქალი, ისეთი ვიღაც, ვინც მამისი აბსოლუტურად გაიგო, მისი ვინც მის დაჭრილ გულს და დაჭრილ სხეულს მოაშოშებს, ხო აი რაღაცა ესეთ ძალიან ესეთი ეიფორია ხვდებით, ხო აი თაიგულების და თაფლობისთვის რასაც ვეძახით, ხო? აი რაღაცა ესეთია და თუ ქალი ჩაიფიქრეთ აქ, ხო გეტყვით რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაშინ ვიღაცით არის ეს ქალი გადაცებული აქ და ხა ნაკლებად ფიქრობდეს და ახსენდებოდეს ვინმე. თქვენ ახსენდებით თუ არა, კიდევ ერთხელ ვიკითხავ მაინც. არა მეგობრებო, არ ახსენდებით, იმიტომ რომ თავის რუტინაშია ჩართული. ან მუშაობს და ამ მუშაობის დროსაც რაღაც იქით ლავსტორებში არის და ფიქრობს ამაზე, ან თუ არ მუშაობს ლავსტორებში, ანუ ლავსტორი, სამუშაო ლავსტორია რაღაცა ესეთია დაახლოებით, ასე რომ ამ ეტაპისთვის როცა საჯარო გაშლა გახსენით, არ ახსენდებით და ვერ მოგატყუებთ და არ მოგატყუებთ, ეს არ არის ჩემი სტილი, ჩემო ძვირფასებო. აი ეს იყო ჩემი დღევანდელი თემა თქვენთვის, მე თქვენ დაგემშვიდობები, ძალიან დიდი სიყვარული თქვენთან იყო, არის და იქნება ნინოს, ანამ ერთმანეთი გვესიამოვნება და გაგვიხარდება.